ომის, საკონსტიტუციო გაურკვევლობისა და ხრმოდერ სოციალური ცვლილებების პერიოდში ისრაელი უმნიშვნელოვანეს კითხვებს აყენებს იმის შესახებ, როგორი ქვეყანა სურს რომ გახდეს. ახალ სერიაში ძირითადი კანონის შესახებ ვესაუბრებით პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც ცდილობენ უპასუხონ ამ კითხვებს მომავალ არჩევნებში. დღეს ვიწყებთ ეინათ ვილფით, ყოფილი ქნესეთის წევრი, პოლიტიკურ მეცნიერებათა მკვლევარი, ისრაელის გლობალური მხარდამჭერი და ახლა შესაძლოა ოზის პარტიის დამფუძნებელი. მე ვარ ელანა მაზალ-დიამანტი, ისრაელის სამართლისა და თავისუფლების ფორუმის აღმასრულებელი დირექტორი. და ეს არის ძირითადი კანონი. ანა, დიდი მადლობა, რომ შემოგვერთდით დღეს. სასიამოვნოა ჩემთვის. კარგი, მოდით პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. შედიძლიათ აუდიტორიას უთხრათ, რა პროგრამით იყრით კენჭს. და უნდა აღნიშნო, რომ საკმაოდ უნიკალურია ისიც, რომ საერთოდ პროგრამით გამოდიხართ, როგორც ისრაელის პარტია. ასე რომ, ქოჩახ. დიახ. ასე რომ ოზის თავარი გზავნილი და ბევრი თვალსაზრისით ამას ბოლო დროს უფრო მკაფიოდ ვაყალიბებ, ჩვენ გვაქვს პოზიცია ბევრ საკითხზე ისრაელის საზოგადოებაში. მაგრამ მე ვითხოვდი, რომ თავარი მიზეზი, რის გამოც დამოუკიდებელი ახალი პოლიტიკური პარტიით გამოვდივარ და ამას ვაზიარებ, არის ის, რომ გონია, რომ მაქვს როლი დავიცვა ისრაელი გარესაფრთხეებისგან. და მე მჯერა და დიდი ხანია მჯერა, რომ ის, რასაც მე იდეოლოგიურ საფრთხეს ვუწოდებ, ნარატივის ომი, ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანი არენაა. და ის არენაა, სადაც მოახლოებული ქარიშხალი ყველაზე საშიშია. ხუმრობით ვამბობ, რომ მინდა დავიცმუნდე, რომ ისრაელი დაცულია ამ ომისგან, რათა ისრაელში მცხოვრებმა ებრაელებმა და არაბებმა შეძლონ კამათის გაგრძელება. და იდეა ისაა, რომ ეს არის პოლიტიკური პარტია, რომელიც ყველა სხვა პოლიტიკურ პარტიას აძლევს შესაძლებლობას. რადგან იცით, პოლიტიკური პარტიების კამათის იდეა ძალიან მნიშვნელოვანია ებრაელი ხალხისთვის და ისრაელის დემოკრატიისთვის. მაგრამ ჩემი როლი წლების განმავლობაში, თუ არა 20 წელზე მეტიც კი, იყო ის, რომ ყოველთვის ძალიან ყურადღებით ვადევნებდი თვალს. მოახლოებულ ქარიშხალს. იქნება ეს ჩვენ საზღვრებზე პალესტინელებს შორის. ან როგორც მე ამას ვუწოდებ, ანტიციონიზმის აღმავლობა დასავლეთში, ეს ნარატივის საინფორმაციო ომი. და მე სულ უფრო მეტად უბრალოდ ამაზე ვკონცენტრირდები. ოზის პარტია არის პარტია, რომელიც იცავს ისრაელს გარედან, რათა ყველა სხვა პარტიამ შეძლოს შიგნით კამათის გაგრძელება. რაგი, თქვენ ამ აზრს სამი ძირითადი საყრდენის სახით მიანიჭეთ შინაარსი. ეს გადაცემა უფრო იურიდიულ და საკონსტიტუციო საკითხებზეა ორიენტირებული. მაგრამ მინდა, რომ ყველა სამ საკითხთან დაკავშირებითაც იყოს განხილვა. ყველა მათგანი მნიშვნელოვანია. ერთი მიზანია მშვიდობის ხელშეწყობა, რომელიც ეფუძნება არაბებისა და პალესტინელების მიერ სიონიზმის მიღებას და პალესტინიზმის როგორც იდეოლოგიის დაშლას. ამას პირდაპირ ოზის პარტიის ვებგვერდიდან ვკითხულობ. ერთი მიზანია საზოგადოებრივი სერვისები მათთვის, ვინც ემსახურება საზოგადოებას. მეორე კი ასე ქვია, გადასვლა დიასპორული აზროვნებიდან სუვერენულ ქცევაზე. შეგიძლიათ ცოტა უფრო დეტალურად გვიამბოთ ამ პლატფორმის შესახებ? დიახ. იდეა ისაა, რომ ზოგადად ოზ პარტია ხალხსაც და მთლიანად ისრაელსაც მოუწოდებს ჩამოაყალიბონ უფრო მომწიფებული, როგორც ჩვენ ვუწოდებთ, სუვერენული, ზრდასრული დამოკიდებულება. იმის ნაცვლად, რომ პრობლემებს გავექცეთ, როგორც ამას ძალიან დიდი ხანია ვაკეთებ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე, იმის ნაცვლად, რომ ვცადოთ კიდე ცოტა ხნით სიმშვიდის ყიდვა შიდა ჯგუფების ან ჩვენი მტრების გადახდით, ჩვენ უნდა გავბედოთ და როგორც სახელი ოზი მიგვანიშნებს, პირდაპირ მივუდგეთ ამ ძირეულ საკითხებს. ერთ-ერთი მათგანი ეხება ჩვენს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას, რომ საჭიროა გქონდეს მშვიდობის ხედვა. ჩვენ გვჭირდება ლიდერები, რომლებიც ყოველთვის შეძლებენ ისრაელის სულისკვეთების გამოხატვას. და მე ვითხოვდი, რომ ღრმა ებრაული სურვილი მშვიდობისკენ. შეიძლება ითქვას, ლაზერული სიზუსტით უნდა იყოს. მკაფიოდ უნდა გაუსვათ ხაზი იმ ფაქტს, რომ მშვიდობის ერთადერთი დაბრკოლება ყოველთვის იყო არაბების, განსაკუთრებით კი პალესტინელი არაბების. აკვიატებული უარყოფა ებრაელთა თვითგამორკვევის უფლების ამ მიწის ნებისმიერ ნაწილში. ასე რომ ეს არის ერთი გრძელვადიანი იდეა. მეორე ეხება ისრაელის შიდა შეთანხმებას, რომელიც ამბობს, რომ სანამ მშვიდობა არ გვექნება, სანამ ისრაელი პატარა, გადატვირთული და მებრძოლი ქვეყანაა,
ყოველთვის ვიქნებით კოლექტიური და ურთიერთსოლიდარობის ქვეყანა. ჩვენ უბრალოდ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს სოლიდარობა რეალურია, რომ ყველა მონაწილეობს. ასე რომ არგუმენტი ძირითადად ამბობს, რომ ყველა მოწვეულია ემსახუროს ქვეყანას და მის ხალხს. მაგრამ თუ უარს იტყვი, მაშინ არ გექნება წილი იმ ყველა სოციალურ და კეთილდღეობის სერვისში, რომელსაც სოლიდარობის ქვეყანა ისრაელი უზრუნველყოფს. და მესამე საფრდენი გადასვლა გადასახლებულობის აზროვნებიდან სუვერენულ ქცევაზე. ბევრ შემთხვევაში გულისხმობს იმ ძირითად იდეას, რომ იყო მომწიფებული, გაზრდილი, აღარ გარბოდე პრობლემებისგან. და ეს მაგალითად დაკავშირებულია იმ საჭიროებასთან, რომ ისრაელმა როგორც სუვერენულმა და გრძელვადიანმა ქვეყანამ უზრუნველყოს, რომ მისი ყველა შვილი ისრაელის ეთოსში აღიზარდოს. ეს ნიშნავს ეროვნულ განათლებას, სიონისტურ განათლებას, ებრაულ ენაზე. და იმ საკითხებზე, რომლებიც თქვენ გაწუხებთ, მაგალითად კონსტიტუცია, იურიდიული რეფორმა და სხვა, ეს დებატები სუვერენული აზროვნების ნაწილია. ეს ნიშნავს, რომ ეს არ არის უბრალოდ გვერდითი საკითხი, მაგალითად აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას შორის ძალაუფლების ჭიდილი. სწორი გადაწყვეტა იქნება ის, რომ ორივე მათგანი დათმობს და გადასცემს იმ დიდ უფლებამოსილებას, რომელიც 10 წლეულების განმავლობაში მიითვისეს. ისრაელში იმ ერთადერთი ორგანოსგან, რომელიც სუვერენს წარმოადგენს, ქნესეთისგან. მახსენდება თქვით, რომ ძირითადად ისრაელზე გარედან არსებულ ნარატივზე მუშაობდით, რათა ებრაელებსა და არაბებს შიგნით შეეძლოთ კამათი. და უნდა აღვნიშნო, რომ ხშირად, თუ არა უფრო ხშირად, ებრაელები ებრაელებთან კამათობენ. მახსენდება, რომ ნარატივი მართლაც მნიშვნელოვანია ყველა იმ საკითხში, რაც ახსენეთ. იმ გაგებით, რომ ხარედიმებს აქვთ საკუთარი რელიგიური და სოციოლოგიური პრიორიტეტები და იდენტობები. ისრაელის არაბებსაც დიდწილად ასევე აქვთ. რა თქმა უნდა, პალესტინური ეროვნული იდენტობის ნარატივი, მაგრამ ერთადერთი ადგილი, სადაც როგორც ჩანს ამბობთ, მოდი უბრალოდ შევქმნათ წესები იმის შესახებ, თუ როგორ ვიბრძოლოთ ნარატივის გადაწყვეტის გარეშე, არის საკონსტიტუციო სამართლის საკითხი. და რადგან ცოტა დრო გვაქვს, მგონი იქიდან დავიწყებ და შემდეგ ხარედებისა და პალესტინელების საკითხებზე გადავიდე. ასე რომ თქვენ ყავთ, ვფიქრობ, ხშირად ინგლისურენოვანი აუდიტორია ამ გადაცემისთვის ცხადია და ხშირად სულ მცირე ადამიანები, რომლებიც თქვათ ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობენ, ფიქრობენ, რომ კონსტიტუცია ის, რაც აქ პრობლემას აგვარებს. და თქვენ მოდიხართ და ამბობთ, რომ არა მხოლოდ ძალაუფლების ბალანსზე ვფიქრობთ სრულიად არასწორად, როცა საპრეზიდენტო რეჟიმიდან ვუყურებთ, არამედ პრობლემის გადაწყვეტაზეც არასწორად ვფიქრობთ. და აი ჩემი აზრი. თქვენ გქონდათ რაღაც, რაც დეტალურად განავითარეთ და თანაავტორობით სტატია დაწერეთ ამაზე. შეგიძლიათ ცოტა უფრო დეტალურად ახსნათ? ასე რომ კონსტიტუციები არსებითად არაფრის გარანტია არ არის. ჩვენ გვაქვს საზოგადოებები, რომლებიც საშინელია და არ არიან დემოკრატიული. ისინი არ იცავენ უფლებებს და მათ აქვთ შესანიშნავი კონსტიტუციები. და ზოგიერთი ყველაზე წარმატებული დემოკრატია, სხვათა შორის ისრაელიც მათ შორისაა, ახალი ზელანდია, ბრიტანეთი, არ აქვთ კონსტიტუციები. და ისინი ძლიერი დემოკრატიული ქვეყნები არიან, რომლებიც იცავენ უმცირესობებისა და ადამიანის უფლებებს. ასე რომ კონსტიტუციები არ არის კარგი საზოგადოების გარანტია. ასევე კონსტიტუციები იწერება ქვეყნის ისტორიის უნიკალურ მომენტებში, მაგალითად დამოუკიდებლობის, სამოქალაქო ომის დასრულების ან კოლონიური მმართველობის დროს. ისრაელს თავისი დაარსების მომენტში ყველაზე მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო დოკუმენტი აქვს დამოუკიდებლობის დეკლარაცია. და შეიძლება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი იყოს კონსტიტუციისთვის ის დღე, როდესაც ისრაელს ექნება მშვიდობა და საბოლოო საზღვრები და ეცოდინება ვინ არის ქვეყნის მოქალაქე და ვინ არა, ანუ ვინ არის ისრაელის პოლიტიკური საზოგადოების ნაწილი. თუ ეს არ მოხდება, კონსტიტუცია არ იქნება, ამიტომ ამაზე ენერგიის დახარჯვასაც არ აქვს აზრი. ერთადერთი, რაც ნამდვილად საჭიროა, არის იმის გაგება, რომ ქნესეთი, ანუ პარლამენტი, არის ერთადერთი ორგანო, რომელიც წარმოადგენს სუვერენს. ეს ქნესეთი უნდა გაძლიერდეს აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებასთან მიმართებაში. კარგი, მოდი ეს ცოტა უკეთ გავიგოთ. რაც თქვენ ამბობთ, როგორც მე ვფიქრობ, არის ის, რომ საჭიროა წესები თუ როგორ გსურთ მართვა, მაგრამ აუცილებელი არ არის, რომ შეთანხმდეთ ღირებულებებთან დაკავშირებულ საკითხებზე. და რამდენადაც არსებობს ღირებულებებთან დაკავშირებული კითხვები, ისინი ამჟამად საკმარისად არის გაშუქებული დამოუკიდებლობის დეკლარაციაში.
და ამაზე მეფიქრება. ვფიქრობ, ერთ-ერთი მთავარი რამ, რაც შემხედრია, იცით, მე აშკარად ამერიკელი ვარ წარმოშობით. და შემდეგ აქ ჩამოსვლისას ვხედავ, რომ არსებობს ღრმა დებატი იმაზე, რომ ერთ მხარეს ნამდვილად სურს პოლიტიკურ ხელისუფლებას, ანუ ქნესეთს, კონდეს ალბათ ის ძალაუფლება, რაც თქვენ გსურთ, და ისინი უფრო ენდობიან ამას, ვიდრე იმას, რაც ეხლა გვაქვს, ანუ უბიდურესად ინტერვენციული და ძლიერი სასამართლო სისტემა. და მეორე მხარე ძირითადად ამბობს, რომ თუ ჩვენ გადავდივართ უფრო ხალხის ნებაზე დაფუძნებულ მმართველობაზე, თუ სწორედ იქ იქნება ძალაუფლება, როგორც ეს აშკარად იყო დაარსებისას, ხომ ასეა? მაგრამ თუ ძალაუფლება იქ დარჩება, მაშინ როგორ დავიცავთ ჩვენს ძირითად სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს? ხომ ასეა? თქვენ რას ფიქრობთ ამაზე? პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ვფიქრობ, ჩვენ უკვე იმ ეტაპზე ვართ, როდესაც ძალიან ინტერვენციული უზენაესი სასამართლოს იდეა უფრო მითია ვიდრე რეალობა. სხვათა შორის ეს მითიც ბევრ პოლიტიკოს აძლევს ხელს. მე ახოდან ვნახე. ქნესეთის წევრებს ნასწავლი უნწეობა უვითარდებათ. ეს ფსიქოლოგიაში ცნობილი ტერმინია, როცა ფაქტობრივად დამოკიდებული ხდები იმ აზრზე, რომ არაფრის მიღწევა არ შეგიძლია. რადგან საკუთარი ძალაუფლების ფლობა რეალურად რთული საქმეა. და ბევრად უფრო მარტივია სხვებს დააბრალო, რატომ ვერ აკეთებ რაღაცებს. ასე რომ, მე ვხედავ ამ ფენომენის განვითარებას. ვხედავ ამას. ნახე როგორ დაასუსტა მან ქნესეთი. ნახე როგორ გახდნენ ქნესეთის წევრები ამაზე დამოკიდებულები, რადგან შეგიძლია ხმამაღალი განცხადებები გააკეთო. შეგიძლია მიიღო კანონები, რომლებიც იცი, რომ რეალურად თუნდაც ძალიან არამჩარევი უზენაესი სასამართლოს შემოწმებას ვერ გაივლის, რადგან თუ მართლა იცოდი, რომ საბოლოო პასუხისგებლობა ქნესეთზეა, სულ სხვანაირად, ძალიან სხვანაირად მოიქცეოდი. და ეს ახოდან ნახე. ასე რომ დიახ, რასაც ვამბობ, ნაწილობრივ მხოლოდ ქნესეთის გაძლიერების რეალურ ზომებს არ ეხება. ბევრი ტექნიკური რამ შეიძლება გაკეთდეს ქნესეთის გასაძლიერებლად, მაგრამ ამის ნაწილი ასევე დამოკიდებულებაცაა. ეს უბრუნდება სუვერენულ აზროვნებას და არა გადასახლებულისას იმას, რომელიც იღებს პასუხისგებლობას, რომელიც აცნობიერებს, რომ ეს ჩვენია. კიდევ ერთხელ, ეს კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც პოლიტიკაში მივდივარ. იმიტომ რომ დიდი ხნის განმავლობაში ქონდა იდეა, რომ შეგვეძლო ჩვენი პოლიტიკა გადაგვეცა ადამიანებისთვის, რომლებიც შეიძლება ითქვას არ არიან. ის, რაც ისრაელის ხალხს საუკეთესო აქვს შესთავაზებელი, არის ის, რომ ვერ გვექნება კარგად მართული ქვეყანა, თუ ჩვენ არ გვყავს საუკეთესოები. ადამიანები მიდიან მთავრობაში, საჯარო სამსახურში და კნესეთში. და ეს ის საკითხებია, რასაც ვერ დააკანონებ. ეს არის ეთოსის საკითხები, ეს ის საკითხებია, რისი განსახიერებაც შეგიძლია. ეს ის საკითხებია, რაზეც შეგიძლია ადამიანებს სთხოვო რომ მიხვლენ, მაგრამ თავად უნდა იყო ლიდერი, ასე რომ გეთანხმები. სუვერენიტეტის იდეის დასუსტების გრძელი პროცესი მიმდინარეობდა. სხვათა შორის ამ მხრივ ისრაელი უნიკალური არ არის. საკანონმდებლო ორგანოების დასუსტება, აღმასრულებელი და სასამართლო ორგანოების სასარგებლოდ ყველა დემოკრატიაში უნივერსალური მოვლენაა. ისრაელში ეს ცოტა უფრო უკიდურესადაა გამოხატული, რადგან ტერიტორიებზე კონტროლი მხოლოდ სასამართლოსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას აქვს და არა პარლამენტს. მაგრამ ყველა შემთხვევაში გამოსავალი არის სუვერენული ორგანოების, საკანონმდებლო ორგანოების ხელახლა გაძლიერება. მაშასე, სანამ რეალურად ვისაუბრებთ იმაზე თუ რა არის ეს, უბრალოდ მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზე, რაც თქვით, რადგან მინდა სწორად გავიგო. ეს ფენომენი, რომელიც ახსენეთ, შეძენილი უნწეობა და უპასუხისმგებლო კანონმდებლობა, უკვე განხილული იყო ამ გადაცემაში. სინამდვილეში მგონი გასულ კვირასაც კი ეს საფრთხე ცოტათი წამოიჭრა ჰარედიმებზე და სასამართლოს ჩარევაზე საუბრის კონტექსტში. და ჩემი ერთ-ერთი მთავარი აზრი სწორედ ის იყო, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული მაგალითია, რომის გამოყენებაც შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ ერთი მხრივ ტექნიკურად შეგიძლია აჩვენო ეს, სასამართლო რამდენჯერმე ჩაერია ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. ასე მოიქცა მხოლოდ იმიტომ, რომ თვითონვე მიანიჭა საკუთარ თავს ეს უფლება. განმეორებით ახდენდა დიდ სოციალურ და პოლიტიკურ ცვლილებებს და იწვევდა დიდ არეულობას, ხომ ასეა? მაგრამ ამავე დროს შეგიძლიათ შეხედოთ იმ ტიპის კანონმდებლობასა და პოლიტიკურ ჩიხს, რაც ამ საკითხის გარშემო წარმოიშვა. ამიტომ ძალიან რთულია დამაჯერებლად დაასაბუთო, რომ ეს არ არის ის, რასაც ადამიანები ემოციურად აუცილებლობად აღიქვამენ. მესმის ეს.
თუმცა თითქმის ნებისმიერი კრიტერიუმით ისრაელის სასამართლო ბევრად უფრო ინტერვენციონისტურია, ვიდრე თითქმის ნებისმიერი დასავლური დემოკრატია. ვფიქრობ, შეიძლება ინდიის შესახებ გარკვეული მაგალითები მოიყვანა, მაგრამ იცი მოსამართლეებს შორის, რომლებიც ჩართულნი არიან მოსამართლეთა შერჩევაში და შემდეგ ვინც კანონებს კონსტიტუციურ სტატუსს ანიჭებს, ვინც საკუთარ თავს კონსტიტუციური კონტროლის უფლებას აძლევს, ვინც კანონებს აუქმებს, ვინც იყენებს გონივრულობას. იცი ასე რომ ეს სია ნამდვილად არსებობს. ეხლა არიან ადამიანები, როგორც თქვი, ვინც ფიქრობს, რომ ეს გამართლებულია და ვფიქრობ ეს არგუმენტია ის, რომლისთვისაც მინდა რომ ვინმემ შეძლოს ერთად მოუყაროს თავი იმ ადამიანებს, ვინც ფიქრობს, რომ ეს გამართლებულია და იმ ადამიანებს, ვინც ფიქრობს, რომ ეს გაუმართლებელია, რაღაც ახალი ხედვის გარშემო. და შეიძლება ეს სწორედ ისაა, რასაც შენს თავაზობ. მაგრამ მე ცოტა ვიგრძენი თითქოს საქმის არსი გამომრჩა, თუ ამასაც არ აღვნიშნავდი. და ვფიქრობ, სამართლიანობა ამასაც მოითხოვს. მაშ რატომ არ გადავიდეთ ჩვენს გამოსავალზე, სანამ ჩემს მეორე არგუმენტს ვიტყვე? იმიტომ რომ მართლა მინდა მოგისმინო. და ამასთან ერთად გთხოვ, რა თქმა უნდა, შეგიძლია შემეკამათო ნებისმიერ რამეზე რაც თქვი. კიდევ ერთხელ, ერთადერთი რეალური გამოსავალია ქნესეთის, როგორც ხალხის მიერ პირდაპირ არჩეული ორგანოს ხელახლა მიღება. მაგრამ რას ნიშნავს ეს? რას მოიცავს ეს? რას მოიცავს ეს? ეს მოიცავს რამდენიმე რამეს. ზოგი რამ ტექნიკურია, ზოგი კი, როგორც უკვე ვთქვი, მხოლოდ პრაქტიკაში შეიძლება გამოიხატოს. ეს ეთოსის საკითხია. ისეთი რაღაცები, რაც ტექნიკურია. ისრაელის ქნესეთი ჩვენ გვჭირდება ის, რასაც ზოგიერთი თხელ კონსტიტუციას უწოდებს. ანუ კანონი, რომელიც არსებითად ქმნის კანონების რეალურ იერარქიას და განსაზღვრავს, რომელი კანონებია უფრო კონსტიტუციური, არა მხოლოდ კონსტიტუციური კონტროლის კუთხით და რომელი შეიძლება იყოს ან სულ მცირე, ძალიან შეზღუდულ დონეზე. ეს ერთ-ერთი საკითხია. ეს უფრო თამაშის წესებია, ვიდრე ის ქაოსი, რაც ახლა გვაქვს. ამას გარდა ქნესეთი ერთ-ერთი ყველაზე პატარა პარლამენტია მსოფლიოში მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით. ჩვენ უნდა გავზარდოთ მისი რაოდენობა. სულ მცირე, 120-დან 180-მდე, თუ არა მეტამდე. იმიტომ რომ ისრაელის ქნესეთში არ ყავს საკმარისი ადამიანები, რომლებიც უბრალოდ პარლამენტარები არიან და კომიტეტებში მუშაობენ. იცით, მე მიწევდა 7 კომიტეტს შორის სირბილი. ეს ნორმალური არ არის. ჩვენ გვჭირდება თითოეული კომიტეტისთვის ერთი ქნესეთის წევრი, რათა შეძლონ სპეციალიზაციის განვითარება და მართლაც შეძლონ მთავრობის მუშაობის მონიტორინგი. ქნესეთის წევრებს სჭირდებათ მეტი ბიუჯეტი, მეტი ძალაუფლება, შესაძლებლობა, რომ ნამდვილად გამოიძახონ მინისტრები, გამოიძახონ საჯარო მოხელეები. პრემიერ-მინისტრს უნდა ჰქონდეს კითხვების საათი ყოველ კვირას. არა მხოლოდ ერთხელ, როცა 40 ხელმოწერაა რამდენიმე კვირაში ერთხელ, და მერე ის ინებებს, რომ მოვიდეს და ქნესეთთან ისაუბროს. უნდა აღვადგინოთ იდეა, რომ პრემიერ-მინისტრი არის პრემიერ-მინისტრი, პირველი მინისტრებს შორის, მაგრამ არა რაღაც განსაკუთრებულად ამაღლებული პოზიცია, რომელიც ბევრად აღემატება ამას. მათ უნდა გამოცხადდნენ კომიტეტებში, მათ უნდა ქნესეთ გამოცხადდენში, მათ უნდა უპასუხონ კითხვებს. სრულიად უნდა მოვიშოროთ ეს საშინელი დონე, რასაც ეწოდება პირობითი ნორვეგიელები. ერთადერთი რამ, რაც ქნესეთის წევრებს, თუნდაც ძალიან სუსტ ქნესეთში ძალას აძლევს, არის ის, რომ მათ ვერ გაათავისუფლებენ. პირობითი ნორვეგიელები, ქნესეთის წევრების ეს ახალი კლასი, რომლებიც ფაქტობრივად ქნესეთში მოხავთ, როდესაც მინისტრი გადადგება, მაგრამ მინისტრს შეუძლია ქნესეთში დაბრუნება, ფაქტობრივად ქნესეთის წევრების გათავისუფლება ქმნის ქნესეთის წევრების დაბალ კლასს, რომლებსაც მინისტრები შეუძლიათ გაათავისუფლონ. მართლა ასეა, ქნესეთისთვის არ არსებობს უფრო დიდი დამცირება და დასუსტება, ვიდრე პირობითი ნორვეგიელების ეს დონეა. ასე რომ ეს ტექნიკური საკითხებია. და ებრაულად ამას ეწოდება ხოკი, როგორც ხოკ ნორვეგი. მაგრამ ინგლისურად ეს ცოტა უცნაურად ჟღერს. ვიცი ასეა, ხო ასეა. ეს ნორვეგიულიდანაა აღებული, მგონი შთაგონება ნორვეგიულია. ეს არის კითხვა, თუ როდის ხდება ვიღაცა მინისტრი, ვინც მის ადგილს იკავებს ქნესეთის წევრად. ზუსტად. და ის ფაქტი, რომ ეს პირობითია. ყველაზე მნიშვნელოვანი აქ არის, თუ შექმენი პარლამენტარების ქვეკლასი, რომელსაც მთავრობა შეუძლია გაათავისუფლოს, და ეს ნიშნავს, რომ არ არსებობს უფრო დიდი დამცირება და სუვერენული ორგანოს დასუსტება. ეს სრულად უნდა გაქრეს. ალბათ ორი კითხვა მაქვს, სანამ თქვენს უფრო ფართო დღის წესრიგს დაუბრუნდები.
რადგან არ მინდა რომ მხოლოდ იმ საკითხებში მოგამწყუდიოთ, რაც მე ყველაზე საინტერესო მგონია. მაგრამ როგორ გამოიყურება მთავრობა და სასამართლო, როცა უფრო ძლიერი ქნესეთი გყავს? როგორ იცვლებიან ისინი, ხო ასეა? ორი რამ. რაც შეეხება სასამართლოს, მთლიანად ის იდეა თუ როგორ ნიშნავ მოსამართლეებს და ასე შემდეგ, თუ შეიძლება ვთქვა, ვფიქრობ ისრაელის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა იურიდიული განათლება შეერთებულ შტატებში მიიღო. შედეგად მათ აქვთ მიდრეკილება. ამერიკული აზროვნება შემოიტანონ ყველა საარჩევნო პოლიტიკურ საკითხში, რაც სრულიად არანაირ კავშირში არ არის ისრაელთან. ჩვენ ვართ საპარლამენტო დემოკრატია. კარგია რომ ვართ საპარლამენტო დემოკრატია. საპარლამენტო დემოკრატიები მსოფლიოში ყველაზე სტაბილური დემოკრატიებია. ამერიკა გამონაკლისია და არა ნორმა. იგივე კონსტიტუციაზეც ითქმის. როგორც ალან დერშოვიც მოვიყვან ციტატად, რომელმაც თქვა, რომ თუ ამერიკელებს დღეს მოუწევდათ კონსტიტუციის დაწერა, იცოდნენ ყველაფერი იმის შესახებ, თუ როგორ იქნა მათი კონსტიტუცია ინტერპრეტირებული, ისინი ვერასდროს შეძლებდნენ ისეთი ელეგანტური დოკუმენტის შექმნას. ამერიკული სისტემა, კონგრესის, პრეზიდენტის, სასამართლოს ურთიერთობა ნული. დიდი ნული მნიშვნელობა აქვს ისრაელისთვის. ასე რომ, როცა ნათელია, რომ ქნესეთი არის ის ადგილი, სადაც ყველა ღირებულებითი საკითხი განიხილება, მაშინ ბევრად ნაკლებად მნიშვნელოვანია, როგორ აირჩევიან უზენაესი სასამართლოს წევრები. მრავალფეროვნების, წარმომადგენლობის იდეა, მათ უნდა წარმოადგინონ სხვადასხვა მოსაზრებები, სხვადასხვა შეხედულებები და არა უბრალოდ განსხვავებული. მოსამართლეთა მიდგომები კარგავს მნიშვნელობას, რადგან მათი ერთადერთი საქმეა მართლაც კანონით განსაჯონ. მაგრამ კანონს ქმნის საკანონმდებლო ორგანო. ასე რომ, ეს საკითხი ბევრად ნაკლებად სადავო ხდება. ღირებულებების საკითხები ბრუნდება ქნესეთში. და ისევ შეგიძლიათ აჩვენოთ დროთა განმავლობაში. რა არის პრობლემა? ზოგჯერ ვიტანებ ამას, რათა ხალხი ემოციურად არ აღელდეს ისრაელზე. აბორტის საკითხს ავიღებ. თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ 1973 წელს ამერიკამ მართლა უზენაესმა სასამართლომ მართლაც რაღაც გააკეთა ქალებისთვის. ქალებისთვის, იცით, ფაქტობრივად აბორტი შესაძლებელი გახადა ფედერალურ დონეზე. მაგრამ ნახეთ რა მოხდა შემდეგ. შედარებას, რომელსაც ჩემი კოლეგა აკეთებს, დოქტორი შიმი მური, ირლანდიასთან ავლებს. ამერიკა შემდეგი 50 წლის განმავლობაში უზენაეს სასამართლოზე გაიჭედა. ვინ წარადგენს კანდიდატურას? ეს გახდა მთავარი საკითხი. ვინ გააუქმებს Roe versus Wade's? Bla 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 bla. ამავე დროს ძალიან კონსერვატიულმა ქვეყანამ ირლანდიამ ეს საკითხი საპარლამენტო განხილვის გზით გაარჩია. და როდესაც პარლამენტმა ფაქტობრივად ყველა აკრძალვა გააუქმა, ეს დიდი უმრავლესობით მიიღეს. და ეს აღარ იყო პრობლემა, რადგან საზოგადოებამ შეძლო ამ პროცესის გავლა. ასე რომ, ერთ-ერთი რამ, რაც ჩვენს უნდა გავიაროთ და ეს ისა, რაც თქვი, ამას კანონით ვერ დაარეგულირებ, ეს ტექნიკური საკითხი არ არის. ეს ეთოსია, უნდა მივიღოთ ის, რომ ჩვენს განსხვავებებს პარლამენტში განვიხილავთ. ეს ნიშნავს, რომ პარლამენტის ყველა მონაწილე, მემარჯვენემ და მემარცხენემ, უნდა აღიდგინოს კამათისა და დარწმუნების უნარი. ორივე მხარეს გვაქვს პრობლემები. მემარცხენეები ხშირად მიმართავენ უზენაეს სასამართლოს. მემარჯვენეები კი განსაკუთრებით ტერიტორიებზე ხშირად აკეთებენ რაღაცებს ეროვნული შეთანხმების მიღმა. ისინი აკეთებენ რაღაცებს ისე, რომ ამას არასდროს აყენებენ ქნესეთის კენჭისყრაზე. ასე რომ, იდეა ისაა, რომ შენი პოლიტიკური ოპონენტები უბრალოდ ოპონენტები არიან და არა მტრები. საჭიროა მათი დარწმუნება. საჭიროა არგიროა არგუმენტების გამოყენება, საჭიროა მობილიზება, საჭიროა ორგანიზება. ეს ის უნარებია, რომლებიც მთელ პოლიტიკურ სპექტრში ხელახლა უნდა ავამუშავოთ. და უფრო მეტად სავარაუდოა, რომ ამ უნარებს ხელახლა გამოვიყენებთ, ნასწავლ უმცეობას რომ დაუბრუნდეთ, თუ უკან დასახევი გზები არ გვექნება. ამიტომაც სუვერენული აზროვნების ერთ-ერთი მთავარი გზავნილი ისაა, რომ ტერიტორიებთან დაკავშირებით სიცხადე უნდა გქონდეს. და ნათლად უნდა გვესმოდეს, რომ უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებებს იღებს კანონის მიხედვით. მაგრამ ჩვენს ღირებულებით განსხვავებებს ქნესეთში ვარჩევთ. და რა თქმა უნდა, რაც შეეხება მთავრობას, აუხსენი რას ნიშნავს ეს? მთავრობა ქნესეთის მხრიდან კაცრი კონტროლის ქვეშაა. ქნესეთის წევრები პირობითად არ არსებობენ. ქნესეთის წევრებს აქვთ დამოუკიდებელი ძალაუფლება, საკუთარი ბიუჯეტები, შეუძლიათ მინისტრების დაბარება, შეუძლიათ საჯარო მოხელეების დაბარებაც.
და პრემიერ-მინისტრს სინამდვილეში ბევრად უფრო ხშირად უწევს ქნესეთში მისვლა, ვიდრე მას სურს, რომ ქნესეთის წევრებთან ისაუბროს და რამდენჯერმე წარადგინოს თავისი არგუმენტები. არა მხოლოდ დრო და დრო, რადგან ის უბრალოდ ან ერთ დღეს შესაძლოა ის უბრალოდ პრემიერ-მინისტრია და არა რაღაც ამაღლებული. კარგი. მე უბრალოდ მინდა ერთ რამეს უპასუხო, რაც თქვით და შემდეგ ნამდვილად მსურს, რომ გადავიდეთ შემდეგ საკითხზე. თქვენ თქვით, რომ ნული იყო. გულისხმობ, ვაღიარებ, რომ სრულიად მიკერძოებული ვარ, როგორც ამერიკელი, რომელმაც ამერიკულ იურიდიულ სკოლაში ისწავლა. სრულად დაგეთანხმებით იმაში, რომ ძალაუფლების ბალანსი, კონგრესს, პრეზიდენტსა და სასამართლო ხელისუფლებას შორის ამერიკაში არ არის ისეთი რამ, რაც აქ ერთი-ერთზე უნდა გადმოვიტანოთ. და სინამდვილეში ალბათ ზოგიერთი პრობლემა, რაც დღეს გვაქვს, სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ სასამართლო სისტემამ რაღაცები ისე შეცვალა, რომ ზოგჯერ სამართლისა და მმართველობის შესახებ დისკუსიებში ამგვარად ვიწყეთ ფიქრი. თუმცა, ამასაც ვიტყვი, თავისუფლების ტრადიცია, რომელმაც შთააგონა. ეს სტრუქტურა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას მმართველობის სხვა ფორმებშიც, მათ შორის საპარლამენტო მმართველობაში, არის ის, რასაც თქვენ უნიკალურად აკეთებთ. იქ შეიძლება ისწავლო. და ამას ნამდვილად ვერ გაეცნობი აქ, ისრაელში. ამიტომ მე არ ვეთანხმები. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მომწონს დამფუძნებელი მამები და ამერიკული ლიბერალური ტრადიცია, ეს უნიკალური არ არის. ბევრი ებრაელი იქნება პირველი. და ამერიკელებიც კი იქნებიან პირველები, ვინც იტყვის, რომ დამფუძნებელ მამებზე დიდი გავლენა მოახდინა ჰებრაულმა ტრადიციამ და ევროპული განმანათლებლობის ტრადიციებმა. ეს უნიკალური არ არის. და არსებობს მიზეზი, რატომაც ისრაელის დამოუკიდებლობის დეკლარაცია არ იხენებს უცხო ტერმინებს, როგორიცაა დემოკრატია და საუბრობს ებრაელი წინასწარმეტყველების ხედვაზე. ასე რომ, მაგრამ სტრუქტურის თვალსაზრისით ისრაელისთვის შესაბამისი სტრუქტურებია საპარლამენტო დემოკრატიები. ამერიკა შეგვიძლია ისევ ვისაუბროთ თავისუფლებაზე და ამ ყველაფერზე. ეს შესანიშნავია, მაგრამ ის სხვა ადგილებშიც გვხდება. სტრუქტურის თვალსაზრისით, ამერიკული სტრუქტურა სრულიად არარელევანტურია. არა, ვფიქრობ სტრუქტურაზე ვთანხმდებით. მე ვიტყვი. ნახეთ, მე მქონდა პრივილეგია. ყოფილიყავი სამართლის სკოლის აუდიტორიებში, აქ ისრაელში. და ზოგჯერ შოკირებული დავრჩი იმით, რაც მომისმენია, სადაც თავისუფლებას წარმოაჩენენ როგორც თანასწორობის მტერს. არა ყველგან, მაგრამ ლექტორების გარკვეული ნაწილის მხრიდან. და სადაც რელიგიის თავისუფლებას განმარტავენ როგორც რელიგიისგან თავისუფლებას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასე რომ იცით, მე არ მჭირდება ამას მხოლოდ შტატებს მივაკუთვნო. მე ვისაუბრებ თავისუფლების ანგლო ტრადიციაზე, მაგრამ ვფიქრობ, რომ მასში ბევრია ისეთი, რისი ადაპტირებაც შეიძლება. და თქვენ აბსოლუტურად მართალი ხართ, რომ ის ასევე ეყრდნობა ებრაულ წყაროებს. ეხლა კი უბრალოდ გავაგრძელებ. მაგრამ მინდა უბრალოდ თქვა. კიდევ ერთი რამ, ამასთან დაკავშირებით. მყავს კოლეგა, რომელმაც მრავალი წლის წინ ძალიან ლამაზი სტატია დაწერა შლომო ფიშერმა. მას ეწერა: ამერიკელი ებრაელები პროტესტანტები არიან, ისრაელელი ებრაელები კი კათოლიკეები. და მისი ერთ-ერთი არგუმენტია, რომ ამერიკელ და ისრაელელ ებრაელებს შორის ბევრი საკითხის განხილვის შეუძლებლობა იმაში მდგომარეობს, რომ ამერიკელი ებრაელების ტრადიცია ეფუძნება რელიგიის იმ პროტესტანტულ ხედვას, სადაც რელიგია თავისუფლებისა და მსგავსი რებულებების საფუძვლად მიიჩნევა. მაშინ, როცა ისრაელის ტრადიცია ბევრად უფრო ფრანგულ მოდელზეა დაფუძნებული, ანტიკლერიკალური, ძირითადად კათოლიკური ქვეყნებიდან წამოსული, რომელიც თავისუფლებას ხედავს სასულიერო მმართველობისა და რელიგიის სტრუქტურული კლერიკული გაგების წინააღმდეგ ამბოხიდან მომდინარეთ. ასე რომ, დიახ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია იმის გააზრება, თუ რამდენად მოდის სიონიზმი და ისრაელი ევროპული ტრადიციის სხვა ხედვიდან, თუ რას ნიშნავს თავისუფლება და როგორ მიიღწევა ის. არა, ეს ელემენტები ნამდვილად ძალიან თვალსაჩინოდ არის წარმოდგენილი. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ თავიდან სოციალისტებიც ვიყავით. ასე რომ, ჩვენ ვითარდებით და გარკვეული დროა, რაც უმჯობესდებით. მე ასე ვფიქრობ. კარგი, ამაზე ეთერის მიღმა გავაგრძელებთ საუბარს. ეხლა მინდა თქვენს მოსაზრებას მიუბრუნდე იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ არის პოლიტიკურ საზოგადოებაში, ხომ ასეა? და ეს ჩემი აზრით გვიყვანს იმ საკითხამდე, რაც შეეხება სამსახურს, ან სამსახურისთვის გათვალისწინებულ შეღავათებს, რაც დარწმუნებული ვარ ეხება ხარეტიმებსაც. არ ვიცი, ეს ეხება თუ არა ისრაელის არაბებს, მაგრამ თქვენ უფრო დეტალურად განმარტოთ. ყველას. კარგი, მომიღევით ამის შესახებ.
როგორ გამოიურება ეს? ასევე, რადგან როგორც ახლო ხედავთ ხარედებთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს სამუშაო ძალის დეფიციტი და მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ეკონომიკური დეფიციტი, თუ ვერ შევძლებთ ამ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის სამუშაო ძალაში ინტეგრირებას, ორივე მხარეს სირთულეებს ხედავ. ცხადია, ხარედები და ხარედების გარკვეული პროცენტი ძალიან ართულებს ისრაელის საზოგადოებისთვის ცხოვრებას და უარს ამბობს ნებისმიერი ფორმით მსახურებაზე. მართავს დემონსტრაციებს და ბლოკავს გზებს. და ეს ერთი მხარეა. მეორე მხრივ არის რაღაც, რამაც ჩემი ინტერესი გამოიწვია. გონი გუშინ ისრაელის უმაღლესი განათლების საბჭოს 15-მა გადადგა მას შემდეგ, რაც მიიღეს კანონი, რომელიც ჯერ არ წამიკითხავს უნდა ვაღიარო. და თქვენ შეიძლება ბევრად უფრო კარგად იცნობდეთ ამას, მაგრამ არსებითად, როგორც ჩანს, ეს კანონი უნივერსიტეტებში გენდერულად განცალკევებული პროგრამების დაშრობას ითვალისწინებს. და ამაზე დიდი აჟიოტაჟი იყო. და ეს ჩემთვის ისეთი რამე ჩანდა, რაც ალბათ დაგჭირდებოდათ თუ გინდოდათ ჰარედიმების ან ძალიან მკაცრი რელიგიური შეხედულებების მქონე ადამიანების ინტეგრაცია. მინდა მოვისმინოთ თქვენი აზრი. როგორი უნდა იყოს მომავალი გაწვევასთან დაკავშირებით და ასევე საერთოდ უნდა იყოს თუ არა რაიმე სახის მორგება ჰარედიმების საზოგადოების კულტურაზე. მოდით ჯერ დავიწყოთ ჰარედიმების საზოგადოების იდეით ისრაელში. ჰარედიმების საზოგადოება ისრაელში არის ქმნილება, რომელიც 1980-იან წლებში დაიწყო. მას არაფერი აქვს საერთო თორასთან, ცნებებთან ან ტრადიციასთან. ეს არის შედეგი დამახინჯებული და წარმოუდგენლად გულენლად გულუხვი წახალისების სისტემისა. გულუხვი იმ გაგებით, რომ ძალიან ძვირია სიონისტური სახელმწიფოს მხრიდან. ამიტომ წარმოდგენა, რომ ეს არის რაღაც უძველესი ცხოვრების ფორმა, სრულიად მოწყვეტილია ნებისმიერ ემპირიულ რეალობას, ეს დაიწყო 80-იან წლებში და გაიზარდა დღევანდელ ზომამდე და მასშტაბამდე. ძირითადად იმის წყალობით, რაც ხდება, როცა ამაში ჩაერთვები. ისრაელის ძალიან გულუხვი სოციალური უზრუნველყოფის სისტემის სრული გადამისამართება ამ ცხოვრების ფორმის ხელშეწყობისკენ. მეთოდი ძალიან მარტივია. მე არ განვიხილავ ხარედების გაწვევას. მე არ განვიხილავ მათ ცხოვრების წესს. არ ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს როლია ეს ასე ან ისე გააკეთოს. სანამ ისრაელი პატარა მებრძოლი ქვეყანაა, მას სჭირდება ადამიანების სამსახურისთვის. და რასაც ჩვენ თავაზობთ, ძალიან მარტივია, თანაბარი და ინკლუზიურია. ყველა ისრაელის მოქალაქე შესაბამისი ასაკის. როცა ვამბობ ყველა, ეს ნიშნავს ყველას. ქალები, კაცები, ყველა წარმომავლობის ებრაელები, არაბები მიიღებენ გაწვევის შეტყობინებას შესაბამის ასაკში. ყველა მათგანი უნდა მივიდეს ბაქუმში, გაწვევის ცენტრში. დაექვემდებაროს ისრაელის სამხედრო კანონმდებლობას, ჩაიცვას უნიფორმა. ინგლისური სიტყვა აქ ძალიან ნიშანდობლივია. უნიფორმა. მათ აქვთ საკუთარი უნარები. ეს კლიდაა. შემდეგ, როცა მათ მიუნში წასვლა სჭირდებათ, როცა ისრაელის სამსახურის საჭიროებების მის მიხედვით უნდა გადანაწილდნენ. ეს იქნება ყველაფრისთვის. სამხედრო სამსახურიდან დაწყებული, სოფლის მეურნეობით, ჯანდაცვითა და განათლებით დამთავრებული. და შედეგად ორი რამ მაშინვე ნათელი ხდება. არ არის საჭირო, რომ ვინმეს ფტური მისცე, არავის სჭირდება გათავისუფლება. დასვის სასტვენი. ყველას შეუძლია კოლექტივისთვის რაღაც გააკეთოს. ყოველთვის არის საქმე, რომელიც გასაკეთებელია. მეორე, არ არის საჭირო რაიმე განსაკუთრებული შეღავათების გაკეთება. აქ მე სრულიად ბენ-გურიონის შეხედულებას ვეთანხმები. საბაზისო ქაშრუთი, საბაზისო შაბათი და ეს არის. ეს ბურთია. მოაწყეთ პაციენტისთვის, მოაწყეთ თავიდანვე ხარედის გამონაკლისი. ხო, ვიცი, მაგრამ ეს ძალიან იყო, ხო? ბეგინის მთავრობის დროს ყველა შეზღუდვა მოიხსნა და რეალურად პროცესი მაშინ დაიწყო. მანამდე შეგიძლია იყო ხარედი, შეგიძლია ემსახურო, ბევრიც ემსახურებოდა, მუშაობდი, იხდიდი გადასახადებს. შეგიძლია იყო ხარედი და ეს ყველაფერი გააკეთო. ამიტომ ვარ წინააღმდეგი განსაკუთრებული შეღავათების დაწესების. ეს ყველაფერი ინდივიდუალურად უნდა განიხილებოდეს. ერთ-ერთი შოკის მომგვრელი რამ ხარედების ცხოვრების წესში ისაა, რომ ისინი არ ურთიერთობენ ისრაელის სახელმწიფოსთან. ყველაფერი შუამავლების მეშვეობით ხდება. მაშ, მოიშორეთ შუამავლები. სახელმწიფო პირდაპირ ინდივიდებთან მუშაობს. და ეს ინდივიდუალურ დონეზე მიმდინარეობს. თუ ხარედი, ჩემი საყვარელი მაგალითია ეს. თუ ხარედი ნერვიულ კრიზისს განიცდის, როცა 3 კილომეტრის მანძილზე ქალს დაინახავს, მას ავოკადოს კრეფაზე დანიშნავენ.
თუ ხარეთი და ბევრი მათგანი ჩემთან ერთად კნესეთში მსახურობდა, სრულიად თავისუფლად შეუძლია ქალის გვერდით დაჯდეს და რაციონალური საუბარი აწარმოოს. მას შეუძლია უფრო მნიშვნელოვანი სამსახური შეასრულოს. მაგრამ ის აზრი, რომ რაიმე დათმობები უნდა გაკეთდეს, აბსოლუტურად მიუღებელია. შენ ამას როგორც ინდივიდი აკეთებ. თუ რეალურად გექმნება პრობლემები, მაშინ იმ სფეროში იმსახურებ, სადაც ეს პრობლემები ნაკლებად შეგექმნება. მაგრამ რომ მთელი სისტემა უნდა მოერგოს იმ განსაკუთრებულობებს, რომლებიც ბოლო რამდენიმე 10 წლებში დაიწყო, აბსოლუტურად მიუღებელია. მე არ ვფიქრობ, რომ ეხლა მთელი სისტემა სწორია. გულისხმობ, კი. გულისხმობ მაგალითად ვთქვათ გენდერულად დაყოფილი დანაყოფები. ან რაღაც მსგავსი. მაგალითად კონკრეტული დანაყოფები. კიდევ ერთხელ, მე ვარ აკადემიური პროგრამების წარმომადგენელი, გვაქვს კონკრეტული პროგრამები, ეს არ არის კონკრეტული პროგრამები. მე ამას აღარ ვიმეორებ. შენ, მე, ისინი კნეცეთში მინახავს. თუ ამას ვერ შეძლებ, მაშინ შეგიძლია სხვა სახის სამსახური შეასრულო. ყველა მოიხდის სამსახურს. მაგრამ ეს ინდივიდუალურია, ეს კოლექტიური არ არის. იდეა, რომ ჩვენ გვაქვს სექტორები, კოლექტივები, რომლებიც სახელმწიფოსთან შუამავლობენ, ჩემი აზრით ეს საშინელებაა, რომელიც უნდა გაქრეს. თუ როგორც ინდივიდი ამას ვერ გაუმკლავდები, მაშინ როგორც ინდივიდი შეასრულებ ისეთ სამსახურს, რომ იცი როგორც თქვი, დილ და სავანამდე ავოკადოებს ნახავ და ეს ნორმალურია. მაგრამ ვერ მოითხოვ, რომ ყველას ეს მოუხდებება. ისევ და ისევ ცხოვრების ისეთ სტილში, რომელიც საკმაოდ ახალია და მხოლოდ სიონისტური სახელმწიფოს კეთილგანწყობის შედეგად გაჩნდა. ასე რომ აბსოლუტურად არა. იდეა ისაა, რომ შუამავალი აღარ არსებობს. სექტორები აღარ არის. არსებობს მხოლოდ ისრაელი და ისრაელის მოქალაქეები და ისინი ყველა მოწვეულნი არიან მსახურებისთვის. და რა თქმა უნდა, თუ უარს იტყვი, მე შენ ბოროტ შვილს შეგადარებ ჰაგადაში. თუ მას შემდეგ, რაც ყველა არჩევანს მოგცემენ, ავოკადოდან დაწყებული, იცი, სამხედრო სამსახურით დამთავრებული, მაინც უარს იტყვი, მაშინ ეს უკვე შენზეა დამოკიდებული. შენ ხარ ჰაგადას ბოროტის შვილი. შენ ხარ ადამიანი, ვინც თქვა, ეს შენი საქმეა, არა ჩემი. ძალიან კარგი. ისრაელის სოციალური სახელმწიფოსგან ვერაფერს მიიღებ, რამდენადაც რაიმე სერვისი დაგჭირდება, მოგიწევს მათი სრული და აბსოლუტური ღირებულების გადახდა. მაშ დავიწყოთ. დაგისვამთ თქვენი კიდევ ორ კითხვას თუ შეიძლება და ვეცდებით რომ დავასრულოთ. არა იმიტომ, რომ ხარ არის ბევრი თემა, რომელიც თქვენ წამოჭერით, არამედ იმიტომ, რომ ეს მხოლოდ ერთი გადაცემაა. იმედი მაქვს კიდევ მოგიწევთ და შემდეგ უფრო კონკრეტულად ვისაუბრებთ ამ საკითხებზე. მინდოდა რომ ზოგადი სურათი შემექმნა. და იმედი მაქვს, რომ ამას შევძლებ სხვა წევრებთანაც, ან იმ ადამიანებთანაც, რომლებიც პენჩს იყრიან. რადგან ძალიან მიყვარს ადამიანების იდეების არში ჩახმავება. და როგორც იცით, ისრაელის პოლიტიკური ციკლი ფაქტობრივად კლავს ნებისმიერ რეალურ არსებით დისკუსიას. და ამისთვის გიწონებთ. მეც გიწონებთ. მოდი ცოტა ვისაუბროთ ამაზე, იცით? ის იდეა, რომ ყველა მიდის არმიაში, აშკარად სხვა კულტურულ საფუძველზე დგას. და ერთ-ერთი ასეთი რამ ის არის, რომ ისრაელში არსებობს საყოველთაო განათლება ებრაულ ენაზე. არ ვიცი, მაყურებლები თუ ნამდვილად აცნობიერებენ, ამდენად ფრაგმენტულია დღეს საგანმანათლებლო სისტემა, როგორც შინაარსის, ისე ენის დონეზე. ალბათ უნდა აღწეროთ ის პრობლემა, რომლის გადაჭრასაც ცდილობთ იქ. და როგორ ფიქრობთ, როგორ აგვარებს ამას ეს? დიახ. ისრაელის საგანმანათლებლო სისტემა დაყოფილია რამდენიმე სისტემად, რომელთაგან ორი არის არაბული სასკოლო სისტემა და სხვადასხვა ხარედული სასკოლო სისტემები. საერთო ჯამში ეს სისტემები ფინანსდება ისრაელის სახელმწიფოს მიერ, მაგრამ სათანადოდ არ კონტროლდება მის მიერ. და სტრუქტურულად ასწავლიან თავიანთ წევრებს სახელმწიფოსა და კოლექტივის მიმართ მტრულ დამოკიდებულებას. იმ დონემდე, რომ როგორც უკვე ვთქვი, რასაც იხდი, იმას იღებ. და იდეა ისაა, რომ კლავად სუვერენული აზროვნება, რომელიც პრობლემებს არ გაურბის, არამედ მათ არსში ეჭრება. კიდევ ერთხელ შეიძლება არსებობდეს სხვადასხვა სკოლები, სხვადასხვა ვერსიებით, მაგრამ უნდა არსებობდეს გარკვეული წარმოდგენა. და კლავაც ეს არის სწორედ ის ევროპული რესპუბლიკური იდეალი, რომელიც დღეს ევროპაში თითქმის აღარ არსებობს. მაგრამ იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ერი ყალიბდება განათლების საშუალებით. იცით, ბევრი ადამიანი მადანაშაულებს და მაბრალებს, რომ ცდილობ ბენ-გურიონის იდეების აღორძინებას როგორც განათლების სისტემაში, ასევე სამხედრო სფეროში.
როგორც კოლექტივის, როგორც ერის, როგორც ეროვნული და კოლექტიური ცნობიერების ჩამოყალიბება. და ეს ბრალდება სიყვარულით მიმიღია. დიახ, ზუსტად ეს არის ის, რაც მგონია, რომ უნდა გავაკეთოთ. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ეხლა ჩემი აზრით ეს ყველასთვის ღია უნდა იყოს. მოწვევა ყველას ეხება, რომ ჩაერთოს. ამიტომ იდეა ისაა, რომ ისრაელმა მხოლოდ ერთი ძირითადი ტიპის განათლება უნდა უზრუნველყოს და დააფინანსოს. როგორც თქვი, ეროვნული, სიონისტური, დიახ, შეგიძლია იყო არაბი, მუსლიმი და სიონისტი. ამას ჩვენს მტრებს ვეუბნები. ეს ისრაელში და ებრაულ ენაზე ვამბობ. ეს უნდა იყოს საფუძველი ყველასთვის. შემდეგ შეგიძლიათ დაამატოთ სახელმწიფო ბიუჯეტები, ადგილობრივი ბიუჯეტები. გინდათ არაბული, გინდათ გემარა, გინდათ რაც გინდათ, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც საფუძველი შეიქმნება. ნორმალური, სუვერენული სახელმწიფო არ აფინანსებს საგანმანათლებლო სისტემებს, რომლებიც სტრუქტურულად ქმნიან მტრულად განწყობილ კურსდამთავრებულებს სახელმწიფოსა და კოლექტივის მიმართ. ეხლა გადავდივართ შენტექსზე. სამწუხაროდ ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი შეკითხვაა, მაგრამ ეხლა გადავდივართ. ეს ძალიან დიდი საკითხია. ერთი მხრივ პალესტინელების დარწმუნება, რომ აღიარონ სიონიზმი, ხოლო მეორე მხრივ უარი თქვან მათ ამჟამინდელ ტერორისა და ებრაელთა სიძულვილის კულტურაზე. მე ვუყურე რამდენიმე პოდკასტს, სადაც თქვენ საუბრობთ ამის საჭიროებაზე. და ვფიქრობ ძალიან ლამაზად ხსნით. რამდენად უპასუხისმგებლო იყო ამის ასე დიდხანს გაზრდის, ასე დიდხანს დაფინანსების და ასე დიდხანს დამშვიდების ნებადართვა. და იცით, ვიცი, რომ თქვენ თვითონაც შეიცვალეთ გარკვეულწილად, რადგან თარობის მრჩეველი იყავით დეზინგაჟმენტის დროს და იცით, მართვა ვფიქრობ, თქვენ ერთ-ერთი საუკეთესო არგუმენტი წარმოადგინეთ ინგლისურად, რაც კი მინახავს ისრაელელისგან. რაც მე არ მესმის, ესა როგორ ხედავთ ამ პროცესის კონკრეტულად განხორციელებას და რა პოლიტიკებია საჭირო, რომ გატარდეს გარდა თქვათ დახმარების შეწყვეტისა, რაც ხშირად განიხილება. ისევ და ისევ, უფრო მეტად მაინტერესებს, როგორ მივახცევთ ამას. ანუ, რა არის სამოქმედო გეგმა? ასე რომ იქნება ეს შიდა თუ საერთაშორისო დონეზე, ან ჩვენს მტრებთან მიმართებაში და განსაკუთრებით იმასთან, რასაც მე პალესტინიზმს უწოდებ, მე ნამდვილად მჯერა ამის. თუ ფქვილი არ არის, არც თორა. ანუ იდეოლოგიები ჰაერში არ არსებობს, ისინი ფინანსდება. ადამიანები იდეოლოგიურად მუშავდებიან. ადამიანები სკოლებში არიან. ეს შეგიძლიათ დაინახოთ პალესტინიზმთან დაკავშირებითაც. არსებობს ფილმი სახელად ანრა, დოკუმენტური ფილმი, რომელიც შეგიძლიათ ნახოთ ონლაინში, შექმნილი კანაათ ისრას მიერ. ის დაფუძნებულია წიგნებზე, დაბრუნების ომი და ოქტომბრის დაბრუნება. და ეს ნამდვილად ჩანს, როცა უყურებთ, სინამდვილეში ძალიან ნათელი ხდება, რისი გაუქმებაა საჭირო. ფაქტობრივად ეს ყველაფერი უნდა გააუქმოთ, უნდა მოაშოროთ საწვავი, დაფინანსება, საგანმანათლებლო სისტემა, ორგანიზაციები, ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა UNRWA, რომლებიც ლეგიტიმაციას უზრუნველყოფენ. რომ ღაზაში მცხოვრები ადამიანები თითქოს პალესტინის ლტოლვილები არიან, რომ რამალაში მცხოვრები საშუალო კლასის იურისტი თითქოს პოსტპალესტინის ლტოლვილია. ეხლა რაც საოცარია ისაა, რომ ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ესმის, რასაც ვამბობ. მე ვამბობ, რომ პალესტინიანიზმი სამ საკითხს ეყრდნობა: დაბრუნება, ტოლვილობა, UNRWA. და ბევრი ადამიანი ამას უსმენს და ფიქრობს, ეს დიდად შთამბეჭდავი არ არის. ეს არის ყველაფერი, ესაა მთელი ამბავი. და ერთ-ერთი რამ, რის გამოც თავს ვიმტვრევ, არის ის, რომ შეწყვიტეთ მხოლოდ თქვენი თვალსაზრისით ფიქრი. იფიქრეთ იმაზე, რა არის მათთვის მნიშვნელოვანი და შეუტიეთ იმას, რაც მათთვის მნიშვნელოვანია, არა იმას, რაც თქვენ გონიათ მნიშვნელოვანი. და მათთვის მნიშვნელოვანი არის ლტოლვილობა. დაბრუნება და UNRWA. ეს არის ის, რაც მათ აინტერესებთ. ასე რომ თქვენ შეგიძლიათ საკუთარ თავს უამბოთ, თითქოს ეს არ არის მნიშვნელოვანი, მაგრამ მათთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და ჩვენ ამას არ ვუტევთ და მით უმეტეს საკმარისად არ ვუტევთ. ჩვენ არ ვამოძრავებთ ჩვენს დიპლომატიურ, პოლიტიკურ და ფინანსურ რესურსებს, რომ ეს ბრძოლა ვაწარმოოთ და ყველაფერი ნათელი გავხადოთ. ღაზაში მე თავიდანვე წარმოვადგინე გეგმა. გაანაწილეთ ღაზა მინიმუმ 2 ნაწილად. ომის ღაზად და მშვიდობის ღაზად. დაიწყეთ პალესტინელების მოპყრობა როგორც ზრდასრულების. ისევ და ისევ ეს ჩემი ცხოვრების თემაა. მე ნასწავლ უსუსურობას ვეწინააღმდეგები. არ არსებობს ხალხი, რომელსაც ასე მეტად მოფერებიან, ასწავლიან უსუსურობას და ახალისებენ როგორც პალესტინელები. ეს მათთვის ტრაგედია. ეს ტრაგედია ჩვენთვის საკმარისია.
და ამის გაკეთების გზა არის არჩევანისა და მოქმედების შესაძლებლობის შეგრძნების შექმნა. ისინი თავიანთ ომებს ეძღვნიან ებრაული სახელმწიფოს განადგურებას. კარგი, მაშინ ჩვენ მათ არაფერს მართებთ. შექმენით ეს საომარი ღაზა დააკავშირეთ იგი ეგვიპტესთან, მოწყვიტეთ ისრაელს და უთხარით, გინდათ ომი ჩვენთან. კარგი, მაგრამ ჩვენ არაფერს გმართებთ. მაგრამ ჩვენ უფრო შორს წავალთ, იცით, შთაგონებულნი ამერიკელებით იაპონიაში, მოკავშირეებით ნაცისტურ გერმანიაში. შევქმნით ტერიტორიას, რომელსაც დავარქმევთ მშვიდობის ღაზას და მშვიდობის ღაზაში შესასვლელად. იმისთვის, რომ შენება და შექმნა შეგეძლოს, უნდა ამოგიღონ უნრას სიებიდან. როგორც პალესტინელი ტოლვილი, საჯაროდ უნდა დაადასტურო, რომ უარს ამბობ დაბრუნების უფლებაზე. უნრვა იქ აღარ იქნება. ხანდახან ხალხი მეუბნება, რომ არავინ დაეთანხმება. მე ვამბობ, კარგი, მაშინ ჩვენ გვაქვს კონკრეტული ადგილი, სადაც მუდმივად ომში ვართ. და სულ მცირე, ჩვენ არაფერს ვაძლევთ და არაფერს ვაშენებთ და არც საწვავს და ჟანგბადს ვაცვდით ჩვენს მტრებს. მაგრამ კიდევ ერთხელ, ეს იწყება იმით, რომ პალესტინელებს რეალურად ვექცევით როგორც დასრულებს, ვენდობით მათ სიტყვას და ვაძლევთ ნამდვილ არჩევანს. დაასრულონ თავიანთი საუკუნოვანი ომი სიონიზმის წინააღმდეგ, თუ იწვნიონ შედეგები. მაგრამ ჩვენ ვიყავით იმ სამყაროს ნაწილი, რომელმაც არაერთხელ მისცა მათ საშუალება თავიდან აეცილებინათ შედეგები. ასე რომ, მგონი მხოლოდ ერთი ბოლო კითხვა დამრჩა და უკვე მეუბნებიანო დავასრულო, ასე რომ ვერც კი მოვიტყუები და ვეღარ გავაკეთებ კიდევ ერთს. მაგრამ ასევე ძალიან მკაფიოდ ამბობთ ინტერვიუებში, როგორც წესი, როცა მე იტყეთ. თქვენ წარმოაჩენთ თავს როგორც მემარცხენე ქალი და ასეა. თქვენ შექმენით ოზი, როგორც რაღაც, რომელიც, როგორც ამბობთ, აღემატება მემარცხენე-მემარჯვენე განსხვავებებს და ფიქრობთ, რომ მემარცხენე და მემარჯვენე ადამიანები მასთან დაკავშირებას შეძლებენ. და მაინტერესებს ეს როგორ უთავსებთ ამ ორ რამეს ერთმანეთს. ანუ მემარჯვენე განსხვავება იდევ მნიშვნელოვანია. რა ხდით მემარცხენეთ და არა სხვა პოლიტიკური მიმართულების წარმომადგენლად. რა მოხდა ისრაელის პოლიტიკურ სივრცეში ამ კატეგორიებთან დაკავშირებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. და შემდეგ მოვისურვებთ წარმატებას და იმედს გამოვთქვამ, რომ კიდევ ერთხელ გვეწვევით. რა თქმა უნდა, ყოველთვის მიხარია დაბრუნება და სიღრმისეული საუბრები. და მართალი ხართ, მეტი ასეთი საუბარი გჭირდება. საკმაოდ მარტივად, ხშირად მithქვამს, რომ მე მემარცხენე ქალი ვარ. რადგანაც ძალიან ბევრ ადამიანს, როცა ისმენენ ჩემს სიტყვებს პალესტინიზმზე, იმაზე, რომ ისინი თითქმის ყველანი გამონაკლისების გარეშე გაერთიანებულნი არიან განადგურების იდეოლოგიის გარშემო. ამბობენ, რომ ეს წარმოუდგენლად მემარჯვენეობაა. და ბევრ შემთხვევაში იმისთვის, რომ ადამიანები აიძულონ კატეგორიებიდან გამოსვლას, მე ამას თითქმის ინსტრუმენტად ვიყენებ, რათა ადამიანები აიძულო რეალურად მოусმინონ შინაარსს და არა იმძამსვე, რაც ძალიან ადამიანურია. ხალხს უნდა რომ კონკრეტულ ხუთში ჩაგსვან და მე მათ ვეუბნები რელიგიისა და სახელმწიფოს საკითხებზე. აქაც გსმენიათ ჩემი აზრი, საყოველთაო სამსახური, მსგავსი საკითხები. არ ვიცი ამას რას ეძახით, მემარცხენეობას, ყველასთვის თანასწორი უფლებების, თავისუფლების, სეკულარიზმის მნიშვნელობის საკითხებს. ძალიანად შეიძლება ითქვას, რომ მარცხნივ ვარ, მაგრამ როცა პალესტინიზმზე მესმენთ, ძალიან მარჯვნივ ჟღერი ვარ. და ამას ვიყენებდი იმისთვის, რომ საბოლოოდ ხალხი იმ წერტილამდე მიმეყვანა. როგორც ერთმა ქალმა ცოტა ხნის წინ მითხრა, მან თქვა, სინამდვილეში ვერ გიპოვი ვერც ერთ მხარეს. შენ არც მარჯვნივ ხარ, არც მარცხნივ, არც ცენტრში, იმიტომ რომ რეალურად რაღაცას ამბობ, მითხრა მან. შენ სხვა განზომილებაში არსებობ. და ერთ მომენტში თითქოს მივიღე ეს და უბრალოდ თქვი, ნახეთ, ოზი ნამდვილად არსებობს, როგორც იდეების პარტია. მათ შორის ისიც, რაც სასამართლო საკითხებზე ვისაუბრეთ, რაც მარჯვნივ და მარცხნივ არსებულ ნებისმიერ წარმოდგენას კვეთს. და ეს ორი მიზეზის გამოა, რაც ვფიქრობ, რომ ისრაელს ახლა ძალიან სჭირდება. მართლა ვფიქრობ, რომ უნდა ვისაუბროთ არსზე და ბლოკებად დაყოფაზე. მარჯვნივ, მარცხნივ და დიახ, ბიბი, არა ბიბი. ამან გაანადგურა ნებისმიერი წარმოდგენა არსებით სერიოზულ პოლიტიკურ დისკურსზე, რაც ჩვენვე გვაზარალებს. ამიტომ პირველ რიგში ვცდილობ ავიღო პასუხისგებლობა და გავთავისუფლდე ამისგან. ძნელია, ყველას უნდა ისევ ჩაგსვას ჩარჩოში და მე ვცდილობ ამას გავუწიო წინააღმდეგობა. მარტივი არ არის, მაგრამ ეს მეორე ბრძოლის ნაწილია. და სწორედ ამით დავიწყე. ეს ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიძლიერეა და ვფიქრობ, ამაში უნიკალური ვარ. კოალიცია, ოპოზიცია, ნებისმიერი პოლიტიკური პარტია, ეს არის ასე. მე მესმის ნარატივების, ინფორმაციისა და ცნობიერების ომი ისე, როგორც არავის უნახავს, რომ ესე ესმოდეს.
რა თქმა უნდა, არადროულად და რა თქმა უნდა, არც ისე საკმარისად, რომ სწორად მივიღოთ შესაბამისი ზომები. ეს იყო ერთადერთი რამ, რის გამოც წინასწარ ურეკავდი ხალხს, იცით, ეს ერთ-ერთი მიზეზია. და ყველაფერს ერთად მოვუყრი, რის გამოც ვერ ვახერხებ აღფრთოვანებას. სასამართლო რეფორმის დროს ერთი მხარე ამბობდა, თუ რეფორმას არ გავატარებთ, ისრაელი დიქტატურა იქნება. მეორე მხარე ამბობდა, თუ რეფორმას გავატარებთ, ისრაელი დიქტატურა იქნება. და მე ვთქვი, და სანამ თქვენ ორნიკ ამათობთ, ჩვენ დემოკრატია ვართ. და მე ყურადღება გავამახვილე ღაზას, პალესტინელებზე, სადაც ყველა მეუბნებოდა, არ არის საკმარისი, ნუ გააკეთებ, ეს სულელურია, ეს არ არის მნიშვნელოვანი. ამიტომ ჩემი როლი და ისევ დასაწყის უბრუნდები არის ვიყო ის ერთადერთი მხარე, რომელიც გარეთ მიმდინარე მოვლენებს უყურებს, რომელიც ხედავს მოახლოებულ ქარიშხალს, რომელიც ამისთვის მობილიზდება და მოქმედებს. ასე რომ შემდეგ ისრაელში ჩვენ შეგვიძლია კამათი გავაგრძელოთ, დიდხანს გაგრძელდეს ეს კამათი. წარმატებას გისურვებთ, დარწმუნებული არ ვარ. ეს ამჟამადაც არსებობს, უკვე ოფიციალურია. რა თქმა უნდა, ეს რეგისტრირებული პარტია. კარგი, მაშინ წარმატებას გისურვებთ, იმედი მაქვს ამ საუბარს გავაგრძელებთ, თქვენ და მე, და მოუთმელად ველოდები სერიის გაგრძელებასაც. დიდი მადლობა, რომ დრო დამითმეთ დღეს. მადლობთ.